ახალციხე ყველაზე გემრიელი დღესასწაულისთვის ემზადება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გემო ფესტი დღის 3 საათიდან გაიხსნება. 2 დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ იშვიათი ტრადიციული მესხური კერძები ახლებული ვარიაციებითა და გაიცნონ ადგილობრივ ნაწარმს. ფესტივალს მუსიკალური პროგრამაც გააფორმებს. გემო ფესტის სტუმრებს ღამის 12 საათამდე უმასპინძლებს. ძალიან საინტერესო ადგილობრივი გასტრონომია, განსხვავებულია და ვფიქრობთ, რომ გემოფესტალების მთელ არმიას სამცხე-ჯავახეთიდან მოსახლეობამ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება და შემოქმედებითობა შემატა. იცით, რომ ეს ღონისძიება ყოველ წელს სხვადასხვა რეგიონში ტარდება და მიზნად ისახავს გასტროტურისტული პროდუქტის განვითარებას და მეორეს მხრივ ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას. როგორც გემოფესტის სტუმრება იციან, გემოფესტს აქვს ხოლმე წინ უდიდესი სამზადისი, დღეს უკვე ბოლოშია ეს სამზადისი, შევარჩიეთ 13 მონაწილე, რომლებიც აკეთებენ ფანტასტიურ ჯავახურ და მესხურ კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციას. ახალციხე წელს პირველად მასპინძლობს გემოფესტს. ძალიან დიდი სურვილი გქონდა, რომ ჩვენს რეგიონში გამართულიყო მსგავსი მასშტაბის და მსგავსი დონის ფესტივალი. გვაქვს ამის პატივი, ვართ ყველა ძალიან მობილიზებულები, მოლოდინი გვაქვს ძალიან კარგი და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს 2 დღე იქნება ახალციხისთვის, მესხეთისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის დაუვიწყარი.